ვინ იყო თქვენი პირველი სიყვარული მაგალითად? ყველაზე იდიოტური კითხვა ეს არის, ეგეთ რაღაც ინტიმურ კითხვებს რო გეკითხება. არის თქვენთვის ცხოვრება. და არის სიყვარული, ეგეთი რაღაცა. ყავს თუ არა შეყვარებული, საშინელად მაღიზიანებს ეს კითხვა. 94 წელს ჩამოყალიბდა ჯგუფი ქუჩის ბიჭები და იმის შემდეგ გვეკითხებიან რატო დაარქვით ქუჩის ბიჭების სახელწოდება და საშინელად მაღიზიანებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ვილაპარაკეთ ამაზე და ძალიან ბევრჯერ თქვით და კიდევ ერთი და იგივეს რომ ცოტა მაღიზიანებს. მოკლედ ხანდახან ისეთ სულელურ კითხვებს მისვამენ რომ არ მინდა ხოლმე პასუხი გავცე, მაგრამ იძულებული ხარ რომ გაცე, იმიტომ რომ ცუდად მიიღები მე და იტყვია რომ თავში აქ ავარდნილი ამას და რაღაცებს დაიწყებენ. ამიტომ მაღიზიანებს ხო უაზრო კითხვები ყოველთვის როგორც ყველას. მოყევით კურიოზი თქვენი ცხოვრებიდან. აი ეს არის სულელურიც, საშინელიც და სადღაც აგრესიული შეკითხვაც. რატომღაც ყველა ჟურნალისტს საინტერესებს. ალბათ სიცილი უნდათ, არ ვიცი. ნაკლებია კურიოზები ჩემ გადაღებებს. არ მიყვარს ეს კითხვა. როგორ თეთრეულს ხმარობთ, ალბათ ეს კითხვა თვითონ ყველაზე სულელურად და მეურნეობთ. აი ჩემთვის მაგალითად ეს ყველა სულელური კითხვა მე ვიღებ ხოლმე, როცა მაგალითად არ ვიცი, ისე პროფესიასთან ვაკავშირებ, არის როცა მეკითხე მეწინასთან ხოლმე, კარგი იქნება. აი ამაზე ფიზიკურად არ ვიცი რა პასუხი გავცე ხოლმე. ყველაზე ჩემი აზრით სულელური შეკითხვა ჟურნალისტები მოდიან ხოლმე და გეკითხებიან, დაახტო თქვენ როდის დაიწყეთ სიმღერა? ის თუ ინტერვიუებზე როდის დავიბადე, მესულელება უკვე ეს შეკითხვები, როდის დავიწყე სიმღერა, კოშმარია ჩემთვის. ყველაზე სულელური კითხვა არის ჩემთვის თქვენი სამომავლო გეგმა. ამინდი მიყვარს მზიანი და კარგი, ალბათ როგორც ყველას. თუ ცუდ ხასიათზე ვარ და თუ ისეთ მოშვებული ვარ, ხანდახან წვიმიანი ამინდიც შემშვენის. წვიმიანი, მაღრურული, ჩემ ხასიათს გავს. ამინდი ყველანაირი მიყვარს, იმიტომ რომ აი ყველა ამინდში რაღაც სილამაზეს ვხედავ და შემიძლია ყველა ამინდში იყო კარგი ხასიათი, წვიმიანი იქნება თუ რა მნიშვნელობა. ყველანაირი ამინდი მიყვარს, გაჯნია როგორ ხასიათზე. ამინდი მიყვარს მზიანი, უღრუბლო და ხალისიანი. სითბო ჯობია ნამდვილად, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი პრიმიტიული პასუხი, რა თქმა უნდა. ზამთარი ეს უნდა ვთქვა ტრაფარეტი, რომ შეგვაძულეს ზამთარი, ხო? ფაქტია. ამინდი მიყვარს მზიანი, მაგრამ ამავე დროს ძალიან მიყვარს წვიმა. გიждები წვიმაზე. მზიანი ყველანაირი ამინდი მიყვარს. ჩემთვის თუ ერთი კაი ამინდი მიყვარს, რომ კარგი შევწვიმიანიც იყო, მზიანი. მიყვარს ძალიან სიცხე, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ აი განსაკუთრებით მიყვარს რაღაც ქარიანი ამინდი. როგორც სუფთა ქალაქში, რა თქმა უნდა, არა ისე ტურიან ქალაქში, როგორც ჩვენთან. ამინდი როგორი მიყვარს? წვიმიანი. როგორც წვიმიანი, იმიტომ კი არა, რომ რომანტიულია. იმიტომ რომ ზედმეტი ხალხი შედის სახლში. მე ავირჩევდი Mercedes, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძალიან კარგი და ყველაზე კომფორტაბელური მანქანაა. მანქანის მარკა ალბათ ყველაზე კარგი არის Lexus-ი და Mercedes-ი. ვოცნებობ ძალიან ბევრზე, მაგრამ ამჟამად Toyota-s პატარა ჯიპს დავჯერდებოდი. მე მყავდა Ford Mustang-ი, ძალიან ბევრს ახსოვს. მე ნატოს ყავდა თუნდაც ჩემი Ford Mustang-ი და ისევ დიდი სურვილი მაქვს და ოცნება მაქვს და მეყოლება კიდევაც ისევ Ford Mustang-ი, კაბრიოლეტი და ამჯერად. მიყვარს დიდი მანქანა, ჯიპის ტიპის მანქანები მიყვარს ძალიან. აი ტარებას რო ვისწავლი, მე ნებისმიერ მარკას ავირჩევ. დღესდღეობით არ ვიცი, არასდროს მანქანა არ მყოლია, ძალიან დაჩაგრული ვარ ამ ხრივ. უბრალოდ Mercedes-ი და მე რომ ეხლაც მინდა მანქანის შეძენა, მაგრამ არ მაძლევენ ჯერ უფლებას დაждომისას, იმიტომ რომ იციან რომ ძალიან ჩქარა მიყვარს სიარული და გარეგნული ფორმით და დიზაინით და სალონით უფრო მომწონს BMW, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ როგორც მანქანა ჯობია Mercedes-ი. ძალიან მომწონს ჩემი ავტომობილის მარკა, ეს არის Volkswagen-ი, მაგრამ სურვილი მაქვს მყავდეს Ferrari.
ძალიან მოწონს იტალიური მანქანები, Lamborghini, Ferrari. მე მომწონს Jaguar-ი. და მინდა რომ ყავდეს ვარდისფერი Jaguar-ი, ცისფერი სალონიდან პირიქით, ცისფერი Jaguar-ი ვარდისფერი სალონით. ჩემთვის უფრო ველოსიპედი არის კარგი, იმიტომ რომ ჯანმრთელობაც არის და უფრო მე ისეთი არის, ეკოლოგიურად სუფთა არის და არ აჭუჭყიანებს გარემოს და ხალხს ეცრუნა და ჯანმრთელობაზე. ისე უფრო გადახდილი მანქანები მომწონს Cadillac-ის სტილში. 20 წლის შემდეგ მეც მაინტერესებს როგორი ვიქნები. მაგრამ რა ვიცი ახლა, არ მგონია რაღაცა დიდად განსხვავებული ვიყო. სულ მგონია რომ ესეთივე ვიქნები და მინდა პირიქით რომ უფრო რაღაცა ესეთი ნაზიგო რაღაცა ვიყო და იმედია გამოვიყო. ალბათ ძალიან ჯუჯღუნა. აი, ძალიან ახლობლები ვიცი, მეუბნებია რომ ცუდი მოხუცი იქნები. ფიქრობ რომ რაღაცისთვის სოლიდური, სიმპათიური, არა სწრაფად დაბერებული ასე ვთქვათ, მაგრამ ისეთი საქმიანი, ისევ საქმიან ხალხად წარმომიდგენია თავი. არ მიფიქრია. არ დაფიქრებულა რამაზე. ალბათ ისეთივე ენერგიული და ისეთივე ახალგაზრდული სულით. ეხლა როგორიც ვარ, ვერ წარმომედგინათ ჩემი თავი 20 წლის წინ, უფრო მეგონა რომ რაღაც ისეთ ვიქნებოდი, სამსახურიდან პაპკით მოვიდა სიან კოსტიუმში გამოწყობილი ხალხსტოფით და რაღაც და ვთვლი რომ დაახლოებით ისეთივე ვარ, როგორიც 20 წლის წინ ვიყავი და მინდა რომ ასეთივე ვიყო 20 წლის შემდეგ. ალბათ ბებია მინდა რომ იყო 20 წლის შემდეგ და მინდა მღეროდა იმ მუსიკას, რისი ოცნების, ჩემი ოცნების მუსიკა მინდა ავეხთინა 20 წლის შემდეგ. ჩემი აზრით 20 წლის მერე საშინლად აუტანელი ვიქნები ჩემი მეგობრებისთვის, იმიტომ რომ სულ მეუნებიან რომ აი ხა ესეთი ბუზღუნა ხარო და სულ წუწუნებო და 20 წლის მერე რა იქნები წარმოგიდგენია. ეს მომოვიდა თავში ეს კითხვა. არ ვიცი, როგორი ვიქნები 20 წლის მერე. დაველოდოთ 20 წელი როცა გავა და მერე გაგცემთ ამაზე პასუხს. 20 წლის შემდეგ ვაპირებ ვიყო ბევრად უფრო უკეთესი ვიდრე ახლა ვარ, იმიტომ რომ იქნება ძალიან ბევრი საშუალებები, რომ ვიზუალურადაც და ფინანსურადაც უკეთეს მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. პატარაცა ვიყავ, მეუნებოდნენ სკოლაში ჩააბარებო თუ შეხვალო და გამოსწორდებიო. მე მეუნებოდნენ სკოლას დაამთავრებ და გამოსწორდებიო. მე მეუნებოდნენ ინსტიტუტში ჩააბარებო, გამოსწორდებიო. მე მეუნებოდნენ ინსტიტუტი დაამთავრებ, გამოსწორდებიო. მე მეუნებოდნენ ცოლს მოიყვან, გამოსწორდებიო, ორი ცოლი მოიყვანე. წავიდნენ. მე მეუნებოდნენ ბავშვი გაგიჩდებაო და გამოსწორდებიო და ეხლა შვილიშვილზე მედის ბაზარი. და ესე რომ მივხვდით რომ მე აღარ ვსწორდები. აქედან გამომდინარე, პროსტა გარეგნობა შეიძლება ალბათ, უფრო თეთრი გავხდები და იგივე როკ-ენ-როლის დუხში ვიქნები და იგივე საკაიფოდ ვიქნებ თავს როგორც დღეს. პოლიტიკა მაინტერესებს იმდენად ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და მაინტერესებს ხანდელი დღე როგორი იქნება, ვცდილობ მაქსიმალურად არ ჩავერიო და არც ვერევი. ყურადღებით ვადევნებ თვალყურს თუ რა ხდება ჩვენს პოლიტიკაში. პოლიტიკა ნაკლებად მაინტერესებს და შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ცუდად ვერკვევი. გინდა არ გინდა ამ დროს აი არჩევნები დაემთხვა როგორც იცი შოუ ბიზნესთან ცოტა ახლოს არის ხოლმე ამ დროს ამ პერიოდში და ნუ აი მინდა არ მინდა თვითონ ვერკვევი უკვე ნელ-ნელა. არა არანაირად არ მაინტერესებს პოლიტიკა. პოლიტიკა მაინტერესებს იმდენად, რამდენადაც პოლიტიკა განსაზღვრავს თვითონ ჩვენი ქვეყნის ბედს და მხოლოდ მაგით. პოლიტიკით ნაკლებად ვინტერესდები, თან ჩვენი პოლიტიკით ნაკლებად არა. ვერასდროს ვერ გავარკვე ვინ ვისე ჩხუბება, საერთოდ რა უნდათ ერთმანეთისგან, ჯობია რომ რაღაცა თავის თავებს მიხედონ. და მოუწესრიგებლები ნუდადიან, იმიტომ რომ ზოგს როგორ ფერთან, როგორი გალსტუკი აქვს და რა ვარცხნილობასთან, რა პიჯაკი აცვია, თვითონაც არ დაეძებენ. ყოველთვის ვიცი რა ხდება პოლიტიკაში. ვუსმენ ყოველთვის საინფორმაციოს, მაგრამ ნუ რო ვთქვა რომ ვარ ძალიან ჩართული, რა თქმა უნდა, ესე არ არის. მაგრამ ყოველთვის ვიცი რა ხდება. აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ. არანაირად არ მაინტერესებს და უფრო მეტიც არანაირად არ მესმის. რომ ჩემი პროფესიის ადამიანს მე არ მგონია რომ სრულყოფილად ვინმეს ესმოდეს პოლიტიკა, იმიტომ რომ ჩვენ ამისთვის დრო არ გვჭირდება. იმ დონეზე მაინტერესებს, აი ძველად რო იყო გაზეთებს იწერდნენ, ხო გახსოვს და ტუალეტში შედიოდნენ წასაკითხად. მაგ დონეზე მაინტერესებს, საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკა.
რამდენად მე ამაში გავერევი და რამდენი დოზებით მივიღებ მონაწილეობას არ ვიცი. ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ თუ კი იქნება აუცილებლობა იმისი, რომ აუცილებელია რაღაც ფორმებით თანადგომა იმისთვის, რომ საღმა აზმა გაიმარჯვოს, ალბათ უკან არ დავეხებ ამისგან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმდენი საქმე მაქვს მუსიკაში, რომ ამისთვის თუ ვერ დამჭა. ტანსაცმელს ვყიდულობ თბილისში, ასევე საზღვარგარეთ. ვიკერა. ხან თბილისში, ხან საზღვარგარეთ. უფრო ხშირად ალბათ მილანში. იშვიათად ვყიდულობ საქართველოში და უფრო ხშირად საზღვარს გარეთ. ნუ მეტად შემთხვევაში მოსკოვიდან ჩავამაქვთ ხოლმე თუ არა და მაშინ მაიკოს ბუწიკში ვყიდულობ, სანამ ჩამოიტანს ხოლმე და გახსნის მაღაზიას, მანამდე მივდივარ ხოლმე კეკავ. ნუ სადაც მომიხდება აბსოლუტურად სხვადასხვა ადგილას შეიძლება რაღაც სხვა საქმეზე იყო კონკრეტული რაღაც მომეწონოს. ტანსაცმელს ვყიდულობ ძირითადად ბუწიკებში, ასევე ხშირად ვიკერავ სკვიტინეძის მაღაზიაში. არასდროს არ ვყიდულობ საქართველოში. ძირითადად მაცვია არის ეგეთი დიზაინერი ავტოცკვიტინეძე იმის ტანსაცმელები. და შიგადაშიგ ისეთი მეორე ხარისხოვანი დიზაინერები, ტომ ფორდი, ჯონ გალიანო, ჟან პოლ გოძიეს ტანსაცმელებიც მაცვია. პრინციპში ერთი ამოჩამებული ადგილი ნამდვილად არ მაქვს, ხან არის ეს მაღაზიები, ხან ხშირად არის რომ ვიკერავ, სადაც რა მომეწონება, რაც მომიხდება. ძირითადად ჩუქნიან ხოლმე, მაგრამ არ ვიცი, ხან ბუჩიკებში. ოღონდ ბაზრობაზე არასოდეს არ ვყიდულობ, არც ერთ ჩასაცმელს. ესე არა მაქვს, მეცი რომ მაინც და მაინც უნდა ვყიდულობდე გუჩიში ან რაღაც გოძიეში. სადაც მომეწონებო, პრინციპში შემიძლია ბაზრობაზეც ვიყიდო, არა აქვს მნიშვნელობა. ტანსაცმელს ძირითადად თბილისში თუ არ სეკენდ-ჰენდებში ვყიდულობ, იმიტომ რომ ყველაზე ხარისხიანი მაინც იქ არის და ძირითადად აი რაც მე მინდა აქ არ იყიდება ესეთი ტანსაცმელები, ძირითადად ეს უნდა წახვიდეს სადღაც კაპ ქვეყნებში და იქ უფრო არის ესეთი სტილის მაღაზიები, როგორც სტილსაც მე ვირჩევ საერთოდ. ეს არც ისენი არა რაღაც აქ სახელები რო არის დოლჩე გაბანა და ვიღაცები რო არიან ინარიჩის მაღაზიებში იქ არ იყიდება. სპეციალიზებული როკ-ენ-როლის მაღაზიები არის, სადაც ის ტყავის შავლები თუ შორტიკები თუ რაღაც ტუფლები როგორც მე მომწონს იქ იყიდება. ისე აქ ძირითადად სეკენდ-ჰენდი. შინაგანად ლამაზი და აგრეთვე გარეგნულთაც ლამაზი ქალები. შავგრემნები, მაღლები, რომლებსაც აქვთ მკერდი, თეძოები და დიდი გაშლილი ხუჭუჭი თმები. აი დაცემული ვარ ესეთი ქალების ნიადაგზე. ლამაზი, სექსუალური და ჭკვიანი. შორეული აღმოსავლეთის წარმოშობის, ანუ სამხრეთ აღმოსავლეთი რეგიონის ესაც არის ეს ტაილანდი, ფილიპინები, ლაოსი, ვიეტნამი, ესაც მთლიანობაში აღიქმება, ხოლო თეთრასაში მომწონს გამხდარი, შავგვრემანი ქალები, უფრო აი ეს როგორი ტიპი იცი, ხმელთაშუა ზღვის ტიპი. ჩემთვის სულ ერთია, მთავარია ლამაზი იყოს, მომწონს ყველანაირი ლამაზი ქალი. ქერა, შავგვრემანი, მწვანე თვალება, შავ თვალება, ყველანაირი. მომწონს ქალები იუმორით, რომელთანაც ურთიერთობა ადვილია და არ გამძიმებს თავისი გვერდზე ყოფით. ხალი უნდა იყოს საინტერესო, რომელსაც თანაც შეგიძლია საუბარი დაელაპარაკო და რაღაც საერთო თემები გამოძებნოთ. ეხლა ამას თუ დაემატება ისიც, რომ მას ძალიან კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს, რა თქმა უნდა, ეს იდეალური ქალია. რაც უფრო ლამაზი იქნება, ალბათ უკეთესი, სიმპათიური უნდა იყოს ჭკვიანი და გონდეს საკუთარი თავის შეგრძნება. ქალები მომწონს ყველანაირი აბსოლუტურად. ესე არ შეიძლება მე ცოლშვილიანი პიროვნება ვარ და ქალების ლაპარაკი არ შეიძლება. მე მაიკო მომწონს. არ შეიძლება რომ ერთი ტიპის ქალები მომწონდეს ჩემი აზრით. რა თქმა უნდა ერთი ჩეული უნდა ყავდეს. მომწონს ისეთი ქალები, როგორიც ცოლიც მყავს. რატომღაც არის ესეთი იდიოტური სტერეოტიპი, რომ უნდა აარჩიო, თუ კი არის მახინჯი ქალი, ის ჭკვიანია, ლამაზი, აუცილებლად სულელი უნდა იყოს. მე მომწონს ლამაზები და ჭკვიანები. გააჩნი ამინდებს. ამინდებს მიხედვით მომწონს ქალები. და სტანდარტულად ქერათმიანები, ცისფერ თვალებად და როკ-ენ-როლში.
ლაბნაშებზე სიმართლე რო გითხრა, მაინც და მაინც ვეღარ ხურდები. ისე ძველად სამიჭიქის შემდეგ ყველაფერზე ხურდებოდი, მაგრამ ეხლა რაღაც ცოტათი რაღაც ასაკმა თავის ის მოცა, ისე რა. დაამაღლები არ მიყვარს. უგასაგები ეხლა სკელზე ლაპარაკი ზედმეტია. ქერა და ძალიან არ მიყვარს ესეთი თან საქმიანი ქალები რო არიან. ქალი ნერო შოლები ქალი საპარიგმახერო სახლი მეგობრები ჭორაობა ქალი გეგით უნდა იყოს შენი ეს